Adidas-ის ფაბრიკა იქნება სამკერვალო. ხოთში ეხლა ჩვენ გვაქვს საათში 100%-იანი დასაქმება გქონდეს. ბათუმი და თვითონ გურიის შენებლობები და ქუთაისი ყველაფრის მომარაგება შეიძლება აქედან შენებლობები, მე ტურიზმის სექტორი. ეხლა რო ვიძახთ ურექს და ბახმაროს დემპლოებს, ტურიზმის სექტორში თუ არ გაქვს კვალიფიციური მენეჯერი, მომსახური პერსონალი, ვინ უნდა გააკეთოს? რამდენი კურსები იქნება, რამდენი თვიანი, ისათვის რომ მომზადებიან ეს კურსები, სამკერვალო, ტრაქტორისტები, მომზადებიან გარდა ამისა რესტორნის საქმე და უკვე ივნისისთვის იქნება შედევრების სპეციალისტების მომზადება, რაც მშენებლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ნებისმიერი მშენებლობისთვის. ეს განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის ყველაფერი გარემონტა მთლიანად 4 სართულიანი შენობა. აი ეს არის თავარი ხო რა, რაც უნდა შენობები გავაკეთოთ, გზები დავაკეთოთ, თუ ხალხს არ აქვს სამსახურის წასასვლელი და მთელი გურია გაკრეფილი იყო და სხვა ჩვენს იქაც აქ ზოგი ბათუმში ნაწილი, მაგრამ დიდი ნაწილი თბილისში. ჩვენ გვექნება ყველა სფეროში იმანსმენტ კვალიფიკაციის ნამდვილად მინდა მეზობლო პერსონალი. ვაუჩერები თქვენ ინიციატივით რასაც ვარგებთ, ერთ კვირაში დარეკდა მთლიანად და რამდენი მოთხოვნა. დაიძაცა ხალხმა. ესე ხალხს მართლად ხალხმა დაიჯერა და ეს წამოყვანა. ესაც ამიშნო. ახალი ჯიშები შემოყვანთ, რა მაგალითად მანდარის ახალი ჯიშები შემოიტანეთ. ჩაიმ ძალიან მაგრა აკაჩა. ეხლა ეს როდი 2 წლის წინ საერთოდ საქართველოში თუსმე სადმე დალვედი ქართულ ჩაის რომელი კაფეში. ჯერ ბათუმში ძალით დავნერგეთ, აი მე თვითონ დავდიოდი და ვარშავამდე საერთოდ იქნა მორიგეობდა და ძალით ყველა სტეინა ქართულ ჩაის და მე გემო რო გავუგეს მიხვდნენ, რომ ახმაც და მახმაც და იმას ასე შეჯობია და მე თბილისშიც გადავიდა. ეხლა ეს ყველგან უნდა იყოს, ყველა ქართულ ჩაის მართლა ფერჯობია. მე სხვა საერთოდ არ აქვს. უცხოეთში ვარ ხოლმე, მაგ ის განცდა რომ რამისთან წავიღო რა.